დღემშვიდობის მოგესალმებით. დღეს არის პარასკევი, ტრადიციულად საათის ამ დროს რადიო იმედის ეთერში არის სპორტის თემა. დღეს ვისაუბრებთ აქტუალურ საფეხბურთო საკითხებზე. ჩვენი სტუმარი არის საფეხბურთო მენეჯერი გეგი კიკაბიძე და ბუნებრივია პირველ რიგში გადაგიხდით მადლობას სტუდიაში სტუმრობისთვის და დავიწყოთ საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ასპარეზობით, მაგრამ არ შეიძლება რომ ჩვენი ფიგურული მოციგურავეთა წყვილის შესანიშნავი ასპარეზობა მეტალკინა ბერულავას წყვილს გულისხმობს სოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი, ვერცხლის медали. ეს არის საქართველოსთვის ისტორიული, რადგანაც უფროსებს შორის ჩვენ медали არასდროს გქონია და მეტალკინა ბერულავასთან მიმართებაში უკვე მიმდია ერთ კალენდარულ წელში არა, მაგრამ ერთ წელიწადში თვითონ მესამედ გვიწევს თქმა რომ ისტორიაში პირველად სწორედ სამი ისტორიული შედეგი მოუტანა ამ წყვილმა ჩვენს ქვეყანას. თეორია რომ ტურნირი კიდე გრძელდება, დღეს გუბანოვა გამოდის, ასევე კიდე ყავს ერთი დუეტი მსოფლიოს ჩემპიონატზე, ასე რომ ასნერად ისეთი პერიოდი დადგა, რომ სპორტის ცოტა ეგზოტიკური სახეობები ახლო წარსულის გათვალისწინებით ჩვენთვის რაღაცნაირი ისეთი სახეობები გახდა, სადაც უკვე მოლოდინები გვაქვს და ველოდებით მედლებს. ძალიან სასიხარულოა რომ ეს პოზიტიური სვლა ქართული სპორტის სფეროდან მოკლედ ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის. დარწმუნებული ვარ რომ შენც შეუერთდები ამ მილოცვას. თავისთავად. მადლობა კიდევ ერთხელ და დავიწყოთ გუშინდელი საფეხბურთო მატჩით საქართველო-ისრაელი 2026 წლის პირველი შეხვედრა, მართალია ამხანაგური, მაგრამ მაინც პირველი. მოგეგი საერთო შტაბ-ბეშტილება მინდა შენი რომ მოვისმინო და შემდეგ უკვე დეტალების მიხედვით გავიაროთ, იმიტომ რომ ბევრი სიახლე იყო, ერთი შეხედვითაც და დაკვირვებითაც გამოჩნდა ბევრი რამ არის შესაძლებელი. პირველ რიგში ასევე დიდი მადლობა ვახო მოწვევისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა ხოლმე შენთან სტუმრობა. მადლობა. ასევე ამ ჰოლდინგში, იმედში, როგორც ტელევიზიაში, ასევე რადიოში და წარმატებებს გისურვებთ, გაძლებას გისურვებთ. მადლობა. გიფიქსირებთ ჩემს სოლიდარობას და გულშემატკივრობას. ასევე რადგანაც ამ პერიოდში პირველად მეძლევა საშუალება რომ ესე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი წუხარება ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ვიზიარებ მთელი საქართველოს წუხარებას და ღმერთმა გაგვაძლიეროს არა მარტო სპორტში, ყველა მიმართულებით ზოგადად ესეთ რთულ ჟამს. ასევე ისეთ შესავალი გავუკეთებ ფიგურულ მოციგურავეებსაც ვულოცავ ამ წარმატებას და ბოლო პერიოდია მართლა არნახული პროგრესი გვაქვს და ქალბატონი მარიამ გიორგობიანის დიდი დამსახურება, ასევე რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობით ხდება ეს ყველაფერი და კარგია რომ ამ სახეობას როგორც სპორტის სხვა სახეობებს აქვს მართლაც ესეთი მხარდაჭერა და ეს შედეგებშიც აისახება. რაც შეეხება ჩვენს თავარ თემას, რასთან დაკავშირებითაც უნდა ვისაუბროთ, ეროვნული ნაკრები გუშინდელი თამაში. ხო, რაღაც ისეთ თალსახა შეფასებების გაკეთება რთულია, ძალიან ბევრი სალაპარაკო. მაჟორული განწყობა არა. კი, ძალიან ბევრი სალაპარაკო დაგროვდა, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. ფაქტია რომ ისეთი პროგრესი არ აქვს ნაკრებს, როგორც ვთქვათ, თავიდან ქონდა შედეგების კუთხით, მოდი ასე ვთქვათ, რადგანაც გამარჯვებულებს არასამართლებენ და ისეთი ისტორიული შედეგი დავაფიქსირეთ, რომ იქ უკვე სხვა დეტალებზე აქცენტის გაკეთება შეიძლება უდროო ყოფილიყო, მაგრამ არის რაღაცები, რამაც ვთქვათ, ამ ბოლო პერიოდში იჩინა თავი, ხო? და ბევრი მიმართულებით შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც წვრთნელის, ასევე საფეხბურთო მიმართულებით თვითონ უშუალოდ მოედანზე ფეხბურთელებთან დაკავშირებით, სელექცია და ასე შემდეგ. ანუ მე პირველი მაინც სანამ ვთქვათ, კი ყადაღებული თემა უკვე რომ სანიოლი ხომ არ ამოწურა თავი, უკეთესი ხომარჯობია მოვიდეს და ასე შემდეგ. მაგრამ ვთქვათ, სანამ სანიოლის ფაქტორს შევეხებოდეთ, მე რასაც ვუყურებ, ბალანსი არ არის ჩვენს ნაკრებში. ის ბალანსი ვთქვათ, რაც ადრე იყო თუნდაც დაცვაში შეიძლება არ ყავდა მსოფლიო დონის დაცვა, მაგრამ ფაქტია რომ მეორე ნომრად ვთამაშობდით, კონტრშეტევებზე კარგად გადავდიოდით და ეს სტილი ამართლებდა მოლოდინს და შედეგი იდებოდა. და ის სამეული ვთქვათ, ვინც იყო ხოლმე დაცვის ცენტრში დვალი კაშია კვირკველია, მოდი ასე ვთქვათ, უფრო გამართული სამეული იყო, გველესიანიც კი, რომელიც შემდეგ დაემატა და სხვა შორის ძალიან კარგად ჩაჭდა. მაგრამ წარმოაჩინა თავი განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე. კი, და ესეთ გვიან ასაკში
ასეთი დებიუტი ნამდვილად იშვიათობაა რა. ანუ იმის თქმა მინდა რომ ამ თაობათა პროცესში უკანა ხაზში საკმაოდ ბევრი პრობლემაა და ასევე ცენტრალური ნახევარ-დაცვის ხაზშიც სერიოზული პრობლემებია, რაც შემდეგ უკვე შეტევით ფაზაშიც იჩენს ხოლმე თავს და გამოჩნდა რომ კვარაცხელიას გუნდი ვართ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ. ფანტაშორის მე ძალიან მომეწონა სიახლეები გუშინ და მე ვფიქრობ რომ ყველა ამხანაგურ თამაში მაქსიმალურად ყველა ფანტაზია უნდა იყოს მწვრთნელის შესრულებული გულისხმობ მრავალფეროვან შემადგენლობას, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა რომ გამოვცადოთ ესა თუ ის ფეხბურთელი. ბერიაშვილმა ითამაშა გადრანმა, ძალიან მომეწონა. მე ორივე ამ ცველის შემართება იყო იქ 1-2 ეპიზოდი, სადაც მაგრად გაისარშენ ინდივიდუალურად და აშკარა გულისგან გადაგვარჩინეს და ბუნებრივია დაცვის ხაზში შეცდომები იქნებოდა და ამ შეცდომებმა განაპირობა ის რომ გაუშვით 2 გოლი. არა და ვიგებდით 2-0-ს შეთამაშების საკითხები ბუნებრივია ეს ერთ დღეში არ მოდის, ხო? მაგრამ ინდივიდუალურ დონეზე ამ ბიჭების შემართება კონკრეტულ სიტუაციებში გამოსავლის მოძებნა მე გამიჩინა შეგრძნება რომ არა ვარ თქვათ ისეთ სიტუაციაში რომ კაციშვილი აღარ არსებობს რომ ჩვენი დაცვის ხაზი გააძლიეროს. ასე არ არის, ასე ნამდვილად არ არის. ორი რამ არის. ვერავინ ვერ დააბრალებს სანიოლს იმას რომ თქვათ ვინმე შანს არ აძლევს, ან ვინმე იჩაგრება, იმიტომ რომ რა ვიცი ხა ვინც დაიმსახურა მეტად, ნაკლებად, საშუალოდ როგორც გენებოთ, ანუ თითქმის ყველას მიეცა შანსი. ერთადერთი მე უბრალოდ ვერ ხვდები აზაროვის საკითხს. იძახებენ არ ათამაშებენ. თუ არ არის ათამაშო კონდიციებში, მაშინ იმ ერთ ძვირფას ადგილს რატო იმაშვრება, ხო? რატო არ იყენებენ სხვის სანახავად, თუნდაც ვარჯიშზე, იმიტომ რომ მე მგონია რომ აზაროვი ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი იქნებოდა. კი, განსაკუთრებით შეტევით ფაზაში. მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ანუ სანიოლს უყვარს ზოგადად ამ პოზიციაზე რაღაც ექსპერიმენტები, ასე ვთქვათ. იგივე შენგელიას გვახსოვს. ახლა ციტაიშვილი აზაროვი ძალიან კარგად. არ ვიცი ეს ალბათ უფრო სანიოლს უნდა ვკითხოთ რატომ არ მოწონს აზაროვი. ესე ქვია ხო? არ მოწონს ქვია ალბათ რომ არ ათამაშებს, იმიტომ რომ ციტაიშვილი მიუხედავად იმისა რომ ხა მე გუშინდელ თამაშს აქტივში ჩაუთვლიდი მას პირადად. ყოველ შემთხვევაში მეორეჯერ აღარ მიყურებია რომ კარგი ანალიზი გამეკეთებინა, მაგრამ ასე თუ ისე ციტაიშვილი და კვარაცხელია ფაქტია რომ ყველაზე მეტად ამწოვებდნენ და კი, გასაგებია ხა კვარაცხელიაზე მოდის ამ გამწოვების პროცენტული წილი, უფრო დიდწილად, მაგრამ ციტაიშვილიც იქ გაორმაგებაში ძალიან ეხმარება ხოლმე, რაც თუნდაც პოზიციაში მცველი რო გადაიყვანოს, ძალიან ბევრს ნიშნავს უთავისუფლდება კვარაცხელიას, მაგრამ აზაროვსაც ძალიან მაგრა შეუძლია ეგ და კვარასთან მაგრაა შეთამაშება. თუმცა ალბათ რაღაც დაცვის ფაზაშია სავარაუდოდ უკმაყოფილო ვილი სანიოლი. არ ვიცი. ძალიან გამიკვირდა გიზი მამაგეიშვილის მარჯვენა გარემარბად ხილვა. ჩვენ ვითამაშეთ 3-5-2-ით. ეს შეტევითი ოპერაციების წარმართვის მომენტში და დაცვითი კომპონენტის შესრულების დროს ეს 3 ხდებოდა 5, რასაც მივეჩვენეთ. მე სხვადასხვა ძალიან მომწონს ეს ტაქტიკა საქართველოს ნაკრებისთვის და გიზის არც მარჯვენა მცველად ქონია ნათამაშები იბერიის შემადგენლობაში თითქმის ყველა თამაში მაქვს. არც მარჯვენა გარემარბად მე არ მახსოვს შეიძლება, მაგრამ ალბათ იქ ისე გამოიკვეთა სიტუაცია. ეხლა ჩვენ არ მინდა მაყურებელმა ებიგროს ჩასაფრებულის ვითარებიდან გამოდივართ, უბრალოდ ჩვენ პოლემიკას ვაწარმოებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო დიდი იქნება ეს პოლემიკა, რაც უფრო მეტი საჯაროობა იქნება და რაც უფრო ბევრი ადამიანი იმსჯელებს, უფრო კარგი არის და ყველაზე ერთი გვინდა რომ ჩვენი ნაკრები უფრო მაგარი იყოს და უფრო მეტი თამაში მოიგოს. აი ესეც ჩემთვის უცნაურობა იყო სხვათა შორის და რაც თავარია შეცვლების დაგვიანება იყო ჩემი აზრით თავარი განმაპირობებელი, რომ ჩვენ 2-0-დან მე 2-2 მოგვიწია 2-2-დან უკვე ახლიდან უნდა დაგვიწყო თამაში და ამ შესაძლებლობა არ გაგვიჩნდა. ექსპერიმენტებს რომ აკეთებს ამ თამაშიც ჩანდა, თუნდაც იგივე მამაგეიშვილი, როდესაც გოჩოლეიშვილი ყავდა შემადგენლობაში. გოჩოლეიშვილმა რამდენიმე ტური გამოტოვა გერმანიის, ბოლო ტური არ უთამაშია მაგალითად. გასაგებია, ყველას თავის ხედვა აქვს, თუმცა მე მაინც გამოტოვებულ ფეხბურთელს უფრო ესეთ თამაში მივცემდი შანსს, თუნდაც პოზიციიდან გამომდინარე. ტონუსის აღსადგენადაც, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე და პოზიციიდან გამომდინარე. თუმცა გიზი მამაგეიშვილს ვულოცავ დებიუტს და
დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭი გააგრძელებს პროგრესირებას, ვნახოთ. ყველაფერი მის ხელში. და კარგ ადგილას მოხდა, ძალიან მაგარ გუნდში და თან ვინ ხვდება მაგასაც როგორი მნიშვნელობა აქვს გუნდის ლიდერი და ავტორიტეტი არის კიტეიშვილი კი ძალიან მაგარია სხვათა შორის. ეხლა მან კიდე შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე რომ თქვათ ვითამაშებთ 29-ში ლიეტოვის წინააღმდეგ კაუნასში ალბათ ეს შემადგენლობა კიდე უფრო გადახალისდება, უფრო მეც მიცემენ შესაძლებლობას სხვებსაც რომ თავი გამოიჩინონ კიდე ერთხელ გამოჩნდა თქვათ ისრაელთანაც ალბათ ჩემი აზრით რომ სამწუხარო ჩვენ არ გვაქვს იმ ხელა რესურსი რომ ქოჩორაშვილის ან თუნდაც ჩაკვეტაძის არ ყოფნა სრულფასოვნად შევცვალოთ. აი იყო თუ არა შენი აზრით აი ამ ორი მოთამაშის არ ყოფნა გადამწყვეტი ფაქტორი როცა ჩვენ პრაქტიკულად გამოვკვეთეს ჩვენ საჯარიმოში. თლად ესე ვერ ვიტყოდი. იქედან გამომდინარე რომ ყოფილა თამაშები სადაც თქვათ ქოჩორაშვილიც იყო, ჩაკვეტაძეც იყო, იგივე წინა ციკლის შეხვედრები რო გავიხსენოთ, ნუ ეხა ამ წინა ციკლში ჩაკვეტაძე პრაქტიკულად არ ყოლია, მაგრამ ანუ ამის წინაში ევროპის ჩემპიონატის შემდგომში ყავდა. მაგრამ ასე ვთქვათ სპადი ეს უკვე მოცულა ვარდნა კი ბატონო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატს ვერ უნდა დაწყებული აქვს ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. თუმცა რა თქმა უნდა ამ ორი მოთამაშის ფაქტორი ხა ასეთი ფეხბურთელები ჩვენთვის ფუფუნებაა და ნამდვილად ძალიან რთულია რომ იქ თქვათ ისეთი მოძებნო რომელიც აქ იმ სივრცეებს შეგივსებს, მაგრამ ქოჩორაშვილმა თუ არ დაიწყო სასწრაფოდ თამაში ყველაფერთან ერთად ტრამვა ჰქონდა და ტრამვაც კი, მაგრამ თუ არ დაიწყო სასწრაფოდ თამაში ვახო თქვათ რომ ეს ის ქოჩორაშვილი აღარ იქნება, რაც თქვათ თავიდან ნახეთ. და მე მაინც მგონია რომ კი გასაგებია ჩაკვეტაძე, გასაგებია ქოჩორაშვილი, მაგრამ მაინც სიღრმე ჩვენ ნაკრებს აკლია და ეს კიდე უფრო გლობალური, როცა იზრდება მოთხოვნა და შედეგები როდესაც ფიქსირდება, მოთხოვნაც იზრდება, ხო? შესაბამისად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ეხლა გვინდა მეტი. ადრე თუ თქვათ ეს მოცემულობა დაგვაკმაყოფილებდა რაც დღეს არის. ციკლში ერთი კარგი თამაშის მოგებით რაღაცნაირად ჩვენ ამ საფეხბურთო შიმშილს ვიკლავდით ადრე და ეს აღარ არის. მაზა გაიზარდა. ეს ისე რომ ფეხბურთელების ბრალი არის და ვილის ანიოლის ბუნებრივია, იმიტომ რომ პორტუგალიას რო უგებდა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გადიხარ, ალბათ მზად უნდა იყო რომ მე მოთხოვნა იქნება რომ ისრაელს მოუგორა მე რა რო ამხანაგური თამაში. იცი რა არის ხო მე მგონია რომ აი 2024 წელს რაც მოხდა თქვათ გაიზარდა მასობრიობის კუთხით თქვათ ფეხბურთელების რაოდენობა იმ ბავშვების რაოდენობა რომლებიც შევიდნენ ფეხბურთზე ხო ადრე გახსოვს ერთი პერიოდი რამხელაბუმი იყო რაგბზე ეხლა არის აიყვანა ყველა ბავშვი აი ერთ ალბათ 7 8 9 წელიწადში 10 წელიწადში სავარაუდოდ ყველაზე დიდი 15 წელიწადში მე ველოდები რომ საქართველოს ეყოლება განსაკუთრებული ნაკრები. ეს ეხლა ჩვენ ძალიან შორს წავედით, მაგრამ მაგ პერიოდში მოისხამს ნაყოფს მოკლედ რა ეს ყველაფერი და ეხლა მაინც მგონია რომ არ არის ისეთი რეზერვი რომელსაც შეუძლია თუნდაც ამ ძველი გვარდიის ისე ჩანაცვლება ამ ეტაპზე. როგორც ჩვენ ვისურვებდით. თუმცა ეხა იმედები კი არ უნდა გადავიწუროთ, შეიძლება რომ მაქსიმუმის მაქსიმუმი გაწუროს თითოეულმა ფეხბურთელმა თავისგან და სწორი მომზადებითი კლუბებში ასპარეზობით, განვითარებით, საკუთარ თავზე მუშაობით მოედნის მიღმა პირველ რიგში შეიძლება რომ თქვათ აი სანაკრებო თემა რო ამოვწუროთ, შე რაში ხედავ გამოსავალს, ნახეთ 4-4-2, რომლითაც ვითამაშეთ საკვალიფიკაციო ეტაპებს სოფლიოს ჩემპიონატის და გაგვიჭირდა განსაკუთრებით დაცვით კომპონენტში, ეხა ისევ 3-5-2-ს დაუბრუნდით. მესმის რომ ამხანაგური თამაშია, მაგრამ აი შენ თქვათ შენ ხელში რო იყოს გასაღები, პირველი თქვათ რას განახორციელებდი, შეიტანი თუ არა რამე ცვლილებებს. ძალიან რთულია ამ კითხვაზე ჩემი გადმოსახედიდან პასუხის გაცემა, თუმცა მე ესე ვიტყოდი სანიოლიმ დატესტა 4 სქემა, რაც მე მახსენდება. იყო 3-4-3, იყო 4-3-3, იყო 4-4-2, რომელიც შენახსენდა, იყო 3-5-2, 5-3-2 გადაწყობა გადმოწყობაში. ანუ რეალურად ყველაზე კარგად 5-3-2. მაინც სამსოლს ვერ გებოდით, კი ესე გამოვიდა შედეგებიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატზეც მაგ სქემით გავედით, ევროპის ჩემპიონატის მაგ სქემით ვითამაშეთ. მე აქ სქემაში უფრო ვერ ვხედავ რა მთავარ რაღაც ანუ პრობლემის გადაჭრის მთავარ გასაღებად სქემა არ მიმაჩნია ამ ეტაპზე რა. იმიტომ რომ მგონია რომ თუ იქნება ის ხარისხობრივად მაღალ დონეზე ენათამაშები ფეხბურთელები
და თუ უფრო თქვათ კიდე უფრო მეტად მაღალ ლიგებში ინტენსივობით ითამაშებენ ჩვენი მოთამაშეები, შეგვიძლია ნებისმიერი სქემით თამაში. თუ სწორად დაგეგმავთ მწვრთნელი თამაში. ხდება საქართველოს ჩეხეთის თამაშით და ამ თამაშის მიმდინარეობით, რა დღეში ჩავაგდეთ ჩეხები. გახსოვს რა სქემით ვითამაშეთ? აი მაგას ვამბობ, რომ არანაირი მნიშვნელობა. თუ არ ვწდები 5-3-2 იყო მანდაც, მაგრამ ისეთი მაღალი ხარისხის შევთავაზეთ. ჩეხეთი, რომელიც ახლა აგერ სოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებასთან ერთად დიდი ალბათობით გავაკიდევთ ჩემი აზრით. რომ აი უბრალოდ სახტად დავტოვეთ ეს ხალხი. ეგეთი თამაში ხარ. იმიტომ რომ მაშინ ყველა მაღალ გახსოვს ეგეთი მაღალი ხარისხის თამაში შენ აი ბოლო რა ვიცი. ხელში არ მახსოვს. სანიოლამდე გახსოვს ეგეთი თამაში? სანიოლამდე კაი ხარისხის თამაში. არა. ეგეთი საუკეთესო იყო. ეს იყო რაღაცა აი ფეერული ფეხბურთი რომ იტყვი. ჩემ თვალს არ უჯერებდი ისეთი მაღალი ოსტატობა გამომოლეს. ალბათ შენი მოსაზრება ყველაზე რეალისტურია დღეს, იმიტომ რომ ჩვენი მოთამაშეების სათამაშო უნარები ისეთ დონეზე არის, რომ რა სქემაშიც არ უნდა ჩასვა, თუ ისინი არიან შესაბამის კონდიციებში, ალბათ ყველგან გაამართლებენ. ესე მგონია. ერთადერთი დაცვის ხაზში ხა მე რასაც ვუყურებ, ფაქტიურად იკვეთება ლოშაშვილის ფიგურა, რომ ის იქნება ცენტრალურ დაცვაში შეუცვლელი და მე ლუკას პროგრესს ძალიან მახარებს და ძალიან მაგარი თამაშები აქვს და დიდი იმედი მაქვს რომ ბუნდეს 2-დან ბუნდესში საიწევს, ან შეიძლება რამე ნიუგველგისთან ბომბარდირენ, ეს არ არის კაი რომ ვთქვათ 3 გოლი აქ ხო ცენტრალურ მცველს მაგრამ ჩვენთვის კარგია რა თქმა უნდა ახლა. და კლოზეც როგორ რამხელა მნიშვნელობა აქვს თვითონ ფეხბურთელისთვის მწვრთნელს, რომ ესე უმაგრებს ზურგს, ხო? და იგივე ვთქვათ გოგლიჩიძე იკვეთება პერსპექტივაში როგორც განავითარებს საკუთარ კარიერას. აი ეს ორი მცველი ჩანს, რომ ვთქვათ ამაზე იქნება დაყრდნობილი ნაკრები. ჯანის პრობლემა უკან არ ხო, არჯანის არც ისწრაფის და არც სიმაღლის. ორივესა აქვს. ყველაფერი აქვს ფაქტიურად, დანარჩენი უკვე გოგლიჩიძის შემთხვევაში უფრო მეტი გამოცდილება, კარგია იქ იტალიური სკოლა, კარგია ბრიტანული სკოლა. ტემპებს შორის და ნახოთ ახლა ჯერ პატარა ბიჭია საფეხბურთო კუთხით და მცველის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ამიტომ ამ ორ მცველზე მაინც ლუკაც ახალგაზრდა ახლა მცველისთვის კიდე შეუძლია რომ 1-6-7 წელი სიტყვაზე ვამბობ ითამაშოს მაღალ დონეზე. აუცილებლად. აქედან გამომდინარე, ამ ორ მცველს თუ კიდე ექნება რაღაც გარკვეული შევსება და იქ საყრდენ ზონაშიც ვინ ხო ის ფეხბურთი როგორ რაღაცა ვინსად მოუმატებს, ვინსად მოუკლებს, არავინ არ ვიცით. ამიტომ მე მაინც გონია რომ მწვრთნელს მოდი ამ შემთხვევაში მე არ შევეხები სულების საკითხს. სანიოლზე უკეთესი სპეციალისტების პოვნაც შეიძლება, რა თქმა უნდა და უარესიც. სანიოლს მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები ვუსურვოთ. ამაზე იფიქროს ფედერაციამ. მე არ მაქვს მოსაზრება იმაზე, ვინ შეიძლება თქვა სანიოლი ჩაანაცვლოს და თუ თავარ მწვრთნელშია პრობლემა, ამასაც ვერ ვიტყვი კიდე ბოლომდე, იმიტომ რომ სიღრმე არ მაძლევს საშუალებას, რომ თქვა ეს რასაც საუბრობთ. კარგია, მე გიერთდები იმაში, რომ ნამდვილად ნიჰილიზმში ახლა ჩვენ არ უნდა გადავარდეთ, ფეხბურთია, ხან მოიგებ ხან წააგებ რაღაც პერიოდია, მე მგონი მაინც კომპლექტაციის პროცესში ვარ და ეს ძალიან მალე დასრულდება და ნუ გამორიცხულია რომ ჩვენი ვარსკვლავების კლასი ხა რამე საფრთხე დაემუქროს ნებისმიერ ტაქტიკაში და ხა ნებისმიერ მოცემულობაში. ერთ რაღაცას ბოდიში ვიტყვი, ხა მე იმას არ ვამბობ რომ რამას სვანაძე ვთქვათ სანიოლის შემდეგ მომდევნო მწვრთნელია ნაკრებში. მე არ განვიხილავ სანიოლის ცვლილებას, არ ამგონია რომ ეს მეც არ ვუყურებ, რომ ვთქვათ ეგ დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, მაგრამ თვითონ სამომავლო პერსპექტივაში მე მიხარია რომ მოდის ისეთი სპეციალისტი, რომელიც შეიძლება არა სანიოლის მერე, მაგრამ ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ რომ ტაქტიკურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად ყველანაირად ეს ბიჭი და დღეს წარმატებებს უსურვებ ლატვიასთან გვაქვს ქუთაისში თამაშობს და ესწავლამდე ნაკრებს, ისე მუშაობს და თან თითქმის ყველა ახალგაზრდასთან გავლილი აქვს და შემდგომშიც უფრო მეტად გავლილი ექნება, რომ ვხედავ რომ საქართველოში რაღაც სამსოლო მიმართულებით შეიძლება კიდევ უფრო კარგად გამოვანათოთ საერთაშორისო ასპარეზზე. ხო, მასშტაბური ფიგურა იკვეთება. შეიძლება ვიღაცა შეგვეკამათოს და მართალიც იყოს, იმიტომ რომ გამოკვეთილიც არის, იმიტომ რომ ჯგუფი სადაც მას ყავდა პორტუგალია, ბელგია, ჯგუფიდან გავიდა. თორსებს შვედეთი იყო მესამე. ჰოლანდია. ნიდერლანდები, ხო, შვედეთი მანამდე იყო წინა 19-ების და ჯგუფიდან გავიდა, თან გავიდა სწორი თამაში. ეს კაია. მოკლედ ჩვენ ნაკრები კომპლექტაციის პროცესშია რომ დავაჯამოთ. გვესმის გულშემატკივრის თქვათ
აღმაფრენის ნაკლებობა, მაგრამ ეს პროცესია ეს როგორც მოცემულობა ისე უნდა მივიღო და არ ელოდებოდი გულწრფელად ასეთ განვითარებას მოვლენების? მე ველოდებოდი სიახლეებს და ეს სიახლეები ვნახე და მგონია რომ იქ ჩვენზე გაცილებით უფრო გამოცდილი ხალხი მუშაობს და ჩვენ გვინდა, მაგრამ რა რესურსი გვაქვს თვალე უნდა გავუსწოროთ. არ ვიცით. მოკლედ პოზიტიური განწყობით დავასრულოთ ეს საკითხი. მინდა შენ საფეხბურთო სამენეჯერო საქმიანობას შევეხო. შენი განხორციელებული ტრანსფერები საქართველოს ჩემპიონატში მე პირადად ვიცი და ბევრ გუნდს მიუღია ძალიან დიდი სარგებელი შენი ტრანსფერებიდან შენს მიერ წაყვანილი ფეხბურთელების შესახებაც ბევრი მსმენია მინდა პირველ რიგში კითხო შენი ვოიაჟის შესახებ ნიგერიაში ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა როგორც გეოგრაფიული საზომით ასევე მოსახლეობის რაოდენობით და საფეხბურთო ტალანტების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია მინიმუმ ამ კონტინენტზე რატომ წახვედით და რა ნახეთ და პერსპექტივაში რა არის მადლობა პირველ რიგში და მე ვიტყოდი რომ ჯერჯერობით ძალიან მიზერია ის რასაც ვაკეთებ და მინდა რომ გაცილებით უფრო მეტი სარგებელი მოვუტანო ქართულ ფეხბურთს და მეც ამისთვის ვცდილობ რომ ვიშრომო ჩაუხრელად თუ არა მოუხრელად მაინც და მოკლედ იმედია დაფასდება ეს ყველაფერი. რაც შეეხება ნიგერიულ ვოიაჟს, დამპატიჟა იქ ასეთი პიროვნება უჩეთ დომენიკ ეგბუკვუ, რომელმაც ოსიმენი გაყიდა ნიგერიიდან თავის დროზე, მისი აგენტი იყო და ძალიან ბევრი ნიგერიელი პირველი სახელი და გვარი არაფერს არ მეუბნება და მეორე სერიოზული ფიგურა ესეც უკვე ხა ოსიმენს რო გაყიდე, ესე იგი უკვე ვართ ოსიმენით. არა ოსიმენს რო თვალზაადებ რომ რაღაცა მესმის. ანუ ფეხბურთი ესმის. ნუ ხო, ფაქტია რომ ბიზნესი ესმის და ფეხბურთს ქემობრივად რავდედასმის ეს არ ვიცი ხა ზუსტად. თუმცა ბიზნესი ესმის. ამ პიროვნებამ დაგვპატიჟა მე და ჩემი პარტნიორი პაულო ანდრადე ფარია ვისთან ერთადაც თანამშრომლობ მუშაობ ამ საფეხბურთო სააგენტოს მიმართულებით და გადავწყვიტე რომ კარგი იქნებოდა თვითონ უშუალოდ საფეხბურთო კლუბებს თავისი თვალით ენახათ იქ თქვათ რა რესურსის და რა პოტენციალის მქონე ფეხბურთელების ნახვა პერსპექტივაში შესაძლებელი ახალგაზრდები და ჩემთან ერთად დავპატიჟეთ დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო, იყო სხვა გუნდებზეც შეთავაზებები გაკეთებული, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ დინამოთი და ტორპედოთი შემოვიფარგლეთ და ნახეს თვითონ რომ ეს არის მართლა საინტერესო ბაზარი და ერთს ვიტყვი მე პირადად რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართულმა კლუბებმა უნდა განავითარონ საკუთარი აკადემიები რომ სწორად გაზარდონ ქართველი ბავშვები რადგანაც ჯერ ერთი ეროვნული საქმეა მე მეორე საფეხბურთო ბიზნესის თვალსაზრისითაც რომ შეხედო კომერციული ფეხბურთი და ძალიან საინტერესოა რომ ფინანსურ მოგებებზე დაიწყონ ქართულმა კლუბებმა გასვლა ამისთვის სწორად განვითარებული აკადემია საჭირო და კი ვხედავთ ახლა დინამო თბილისის პირველ გუნდს აქვს გარკვეული კრიზისი თუმცა რომ არა ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩვენი ნაკრებიც დღეს რეალურად არ იქნებოდა ის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 28 კაციან განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან 26 ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დინამოსთან ქონდა კვეთა სტატისტიკა და ანალოგიურად ახალგაზრდულ ნაკრებებშიც ასეა. მაგაზე აღარ ვლაპარაკობ. იქ ერთადერთი იბერია უწევს ძალიან სერიოზულ კონკურენციას და ლოკომოტივი როგორც ვიცი. კი, მაგრამ იბერია უფრო განსაკუთრებით, თუმცა ლოკომოტივსაც თავისი ხაზი აქვს არჩეული და იმედია რომ ეს გუნდიც ადრე თუ გვიან დაუბრუნდება. არა, მოწინავარიგებს საჭიროა კარგი პოლიტიკა ევროპული, თუმცა მოკლედ შედეგებში მოიკოჭლებენ და წარმატებებს უსურვებ. აკა გოშაძე დანიშნეს სპორტულ დირექტორად, ჩემი კოლეგა წარმატებებს უსურვებ. რომ არ გადავუხვიო რის თქმა მინდოდა. პირველ რიგში ადგილობრივი აკადემიების განვითარება, მაგრამ რადგან ნიგერიაზე ვსაუბრობდით. აი მე რო ვიყო მაგალითად ქუთაისის ტორპედო. და მქონდეს ასეთი რესურსი, ოღონდ სხვანაირად არ გამიგოს არც ტორპედოს ხელმძღვანელმა, არც გულშემატკივრებმა, მათ თავისი ხედვა აქვს, თავისი პოლიტიკა აქვს და ადრე თუ გვიან დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოიტანს შედეგებს. მე გავხსნით ერთ აკადემიას აფრიკაში და განსაკუთრებით ნიგერიაში, იმიტომ რომ არ არის დიდხარჯებთან დაკავშირებული ერთი და შეიძლება ვთქვათ საკუთარი აკადემიის გახსნა რას ნიშნავს ნიგერიაში. პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. მე ვიცი, რომ აიაქსი იყო პირველი, რომელიც ევროპის კონტინენტს გაცდა და თავისი აკადემიები ჩამოაყალიბა, მაგრამ აი თვითონ ფუნქციონალურად რას ნიშნავს ეს რომ რას ნიშნავს და პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ შენ იქ
უნდა მოაწყო. თუნდაც მინიმალ არ არის აუცილებელი 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურა მოაწყო. იქ ისეთ პირობებში იზრდებიან ფეხბურთელები, რომ ნახო რა მოედნებზე დარბიან, გაგიჟდები რა, რასაც ქვია და თუ ოდნავ ნორმალურ პირობებს შესთავაზებ და სწორი ადგილი აი სურო კონტეინერები ჩაუდგა გასახდელების ნაცვლად. სიტყვა ხა ყვებას თუ გაუკეთებ შენ იქ და ცხოვრებას და რაღაც ეს კიდე რა თქმა უნდა ბევრად უფრო მაღალ ხარისხში მოგცემს მე პერსპექტივაში რომ თქვათ დიდ შანსებს მოგცემს პერსპექტივაში რომ უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გამოზარდო, მაგრამ რის თქმა უნდა იცი აი შენ ვაწყობ იქ გაუშვებ სტაფი და სტაფის როგორი ვარიანტი ორი ადამიანი შეგიძლია გაუშვო ორი ადამიანი ერთი რომელიც მონიტორინგს გაუწევს ერთი რომელიც უშუალო საწვრთნელო პროცესში იქნება ჩართული იქ აიყვან რამდენიმე ადგილობრივ სპეციალისტს ორი კაცი თავიდან საკმარისია მე რა თქმა უნდა თუ ეს მზარდი იქნება როგორც ბიზნესი შეგიძლია ანუ და მე გამოდის რომ შენი აკადემია შენი აღზრდილი არის და შეიძლება ჩვეულებრივად ჩამოიყვანო გუნდში უფასოდ თავისთავად ჩემ ტრანსფერში ფულის გადახდა არ გიწევს სოლიდარობა და სააღზრდელ სამწვრთნელო კომპენსაციის გადახდა არ გიწევს და უფასოდ მოგყავს ფეხბურთელი შენს გუნდში და ლოკალურ პოზიციებს აძლიერებ და მე ყიდი და რატო ვამბობ აფრიკას და კონკრეტულად ნიგერიას 223 მილიონი არის მოსახლეობა წარმოიდგინე და პროცენტულად ახლა რამდენი ფეხბურთელი შეიძლება გაიზარდოს ლაგოსის ერთი უბანი ეყოფა მთელ თბილისის მოსახლეობას რო გადააჭარბოს ჩვენ არ გვინახავს ვახო იქ უნიჭო ფეხბურთელი დაახლოებით ახლა წინა სკაუტინგზე 600 ფეხბურთელი უნახე შარშან აბუჯაში ახლა ალბათ 300-400 ფეხბურთელი უნახეთ დაახლოებით ცუდი ფეხბურთელი არ გვინახავს ან ყველა დარბის ყველა ფიზიკურად ძლიერია ტაქტიკურად ახლა როგორ გითხრა გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ რა სტრაფი ფეხბურთი ტექნიკურად განვითარებულები და მშივრები რაც სპორტისთვის მნიშვნელოვანია რომ ანუ ის მშივრებში რას გულისხმობ ფიზიკურად მშივრებიც შეიძლება ფიზიკურადაც ხო კი მაგრამ საფეხბურთო შემშილი აქვს ამიტომ თავის წარმოჩინება უნდა მე მგონია რომ იდეალური ბაზარი შეიძლება იყოს ჩვენაირი ქვეყნებისთვის რომ პირველ რიგში ვამბობ ვინმე სხვანაირად არ გამიგოს ჯერ ქართველების განვითარება და შემდეგ შეიძლება რომ იმიტომ რომ ძალიან მცირე თანხებით შეიძლება ყველაფერს გაკეთება ისეთ სიაფია იქ რომ აი არ ვიცი ხა დიდი ბიუჯეტის გუნდებისთვის ეს არ იქნება ზედმეტი ტვირთი მე რომ ვიყო ისევ აი კლუბის როგორც ადრე და უბრალოდ არ მქონდა იმის რესურსი აუცილებლად გავაკეთებდი ამას გეგი სანამ დავასრულებ ცოტა დრო რჩება კითხვას დაგისვა რომელიც ძალიან აქტუალურია ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით იმიტომ რომ ლეგიონერების სიმრავლეა ჩვენ ჩემპიონატში და ეროვნულ ლიგა 2-შიც კი სულ არის ეს შეკითხვა განა რა мотиваცია უნდა გქონდეს ფეხბურთელს ლეგიონერს რომ საქართველოში ჩამოვიდეს და ითამაშოს რა შეგიძლია როდესაც თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებებს აი რა ეუბნებით რა შეიძლება მათი კარიერისთვის იყოს პროგრესის წინაპირობა რთულია მოკლედ ლეგიონერი ჩამოიყვანო ჩვენს ქვეყანაში ისეთი რომელსაც კარგი ფეხბურთი აქვს ნათამაშები ანუ ასეთი ლეგიონერის აქ ჩამოყვანა ანუ ხოლოდ ხდება აი გამონაკლის შემთხვევაში რომ გაგია ერთი იონსენი მახსენდება რომელსაც მართლა გაამართლა ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო პერიოდში ისეც გულისხმობ რომელსაც უფრო მაღალ დონეზე ქონდა ნათამაშები და ჩისკო ეხა ძველია და მაგას აღარ ვეხები თავისთავად ჩისკო პირველი იყო მანამდე იყო აკინო იყო ზელიჩი კშკო იყვნენ ძალიან მაღალი დონის ძალიან ფეხბურთელები მაგრამ მაშინ არ დაგვაუწყდეს დინამოს ძალიან მაგარი პირობებიც ჰქონდა თუმცა აი ეხა შევხედოთ მაგალითს და არ გამიბრაზდება ალბათ რომ გადათარგმნოს და ნახოს პედრო მონტეიროს მაგალითს მოიყვანა რომელიც ქუთაისის ტორპედოს ჩამოუყვანა და გამოადგა იმ პერიოდში ოღონდ რატომ გამოადგა მთავარი კითხვა არის ეს ცენტრალური მცველი იყო მაშინ იყო 27 თუ 28 წლის იდეალურ ასაკში წამოიყვანე აკადემიკო ვიზეოდან მანამდე ბრაგაში ნათამაშები ფეხბურთელი იყო აკადემიკო ვიზეო პორტუგალია 2 ამ ჩემპიონატიდან ხელფასი ქონდა 5000 ევროზე ნაკლები იქ აქ შევთავაზეთ ოდნავ მეტი, რაც მისთვის იყო მნიშვნელოვანი და განვითარების პერსპექტივა, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ფეხბურთელი იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე და მართლაც ასე იყო, მოაგებინა თასი, ტორპედოს, იქ სუპერთასიც თავისუფლად შეიტანა. გოლი მაურო კაბალიერომ გაიტანა, ეგეც ჩემი ჩამოყვანილი იყო, ის ისე ვერ განვითარდა. თუმცა საჭირო დროს გაიტანა გოლი. ძალიან მაგარი. და რას ვამბობ? ტორპედოში ვთქვათ გაუკეთეს 3 წლიანი კონტრაქტი. განვითარების კუთხით ვთქვათ პირველ წელს თუ ესე ითამაშებ, ესე იქნება, მეორე წელს თუ ესე, მესამე წელს ესე. ანუ ყველა ეტაპი გაიარა, მაქსიმუმს მიაღწია და როდესაც უკვე განშორების დრო დადგა, წავიდა ინდონეზიაში, სადაც აკეთებს
სამჯერ მეტ თანხას, ვიდრე აკეთებდა ტორპედოს მაქსიმალური ხელფასით აქ. ანუ რის თქმა მინდა, არის ერთი ფინანსური мотиваცია ფეხბურთელისთვის და თან იმან თავის დონეზე უნდა გააგრძელოს ზრდა და არის მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლეგიონერი, რომელიც უნდა გამოზარდო, გზაზე დააყენო, გამოიყენო და მერე გაკიდო. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა. იმიტომ რომ ფეხბურთელი, რომელსაც პირობითად ჰქონდა თავის დროზე 100,000 евро თვეში ხელფასი 50, 80 და ნელ-ნელა მოდის უკან. ის აქ რისთვის მოდის, იმისთვის მოდის, რომ პირობითად ის 2 წლიანი კონტრაქტი მაქსიმალურად გამოიყენოს, აიღოს 15,000, 17,000, 12,000 евро ხელფასი, იმიტომ რომ აქ ეხა 60, 80 ვერ მიცემენ, ხო? და როდესაც უკან მოდის, ის უკვე ცდილობს რომ უკან წამოსვლის პერიოდში რაც შეიძლება მეტი ფული მოხვეტოს სათავისოდ. და ესეთი ლეგიონერი არ მგონია, რომ ჩვენ ლიგას ადგებოდეს, უბრალოდ დანახარჯია. გორის სტილას მაგალითი არის სწორად მუშაობენ. ხო, მე ძალიან მომწონს, უბრალოდ მე მაინც ლოკალური სიუცის ათვისების მომხრე ვარ, ბევრი შეკითხვა, ბევრი პოლემიკა ყოფილა ქართული რესურსით, შესაძლებელია თუ არა ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ავიცი, ვინმეს თუ არ გახსოვთ, მე ზესტაფონს შეგახსენებთ, მაშინ კონფერენს ლიგა რო ყოფილიყო, ჯგუფში მოხვდებოდა, ვერ შევიდა ლიგაზე, ვერ შევიდა ევროპის ლიგაზე, ოღონდ ორივეს პლეიოფში მსაჯება ისეთი შეცდომა დაუშვეს, მართლა ჩემი თვალით რო არ მენახა, ხმას არ ამოვიღებდი მეტრიანი ოფსაიდებიდან იგივე შტურმის და ბრიუგეს ამბავს გავიხსენებ. მე მაინც მგონია, რომ ეს ბალანსი თუ არ დაიცვა რომელიმე გუნდმა, მაინც ვერ მივა იქამდე, სადამდეც მისვლა უნდა. წარმატებებს გისურვებთ. გისურვებთ ისეთი ლეგიონერების, რომელიც თქვენს გამოგადგებათ და ჩვენ ჩემპიონატსაც გამოადგებათ, საქართველოს ნაკრებს ბუნებრივია საუკეთესო სურვილებით, წარმატებები, ლოკალურად 29-ში უსურვოთ და უსურვოთ, რომ მალე გამოიკვეთოს ძირითადი ბირთვი ახალი კომპლექტაციის პირობებში, რომელმაც მერე უკვე ევროპის შესარჩევი უნდა ითამაშოს. ღმერთმა ქნას რომ გვექნება შემდგომი წლები კიდევ უფრო ისეთი რომ ის ბედნიერება რაც განვიცადეთ ევროპის ჩემპიონატზე გაგვიმეორდეს. გაგვიმეორდება აუცილებლად. მე მგონია რომ შეუძლებელი არ არის და შენ სწორი თქვი ნიჰილიზმის დრო ნამდვილად არ არის. არა, ეს პროცესია. პირიქით უნდა ვიმუშაოთ ცივი გონებით, მაქსიმალურად გამოვიტანოთ დასკვნები შეცდომებიდან და ვიაროთ წინ. მადლობა ასევე კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, ყოველთვის საინტერესოა ხოლმე. კი ბატონო. ახლა შეთა საუბარი და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. მადლობა, ერთი კვირით დაგემშვიდობებით.